ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ქართველი გენერალური მდივნის მეორე ვადით არჩევას ქართული ოცნების მთავრობა ასე ზეიმობდა. ეს 4 წლის წინ იყო. ესპანეთში ჩასული ქართველი მინისტრები და დეპუტატები ამ ფაქტს ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებდნენ და სამთავრობო მედიებში გადაცემებს უძღვნის. ჩემთვის აი როგორი მაგალითი გითხრათ, აი როგორც ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთში, ხო? ქართველი, რომელიც თამაშობს გრანჩი და რაღაც სიამაყის გზნობა გაკას. ვადის მიწურულს კი ზურაბ პოლოლიკაშვილი ქართული ოცნებისთვის აღარც ისტორიული ფიგურაა და აღარც მისი დიპლომატიური საქმიანობაა სასარგებლო. უფრო მეტიც ის ახლა ოლიგარქის პარტიამ Deep State-ის მიერ მართულთა სიაში დაამატა და მოღალატედ შერაცხა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ძალიან ზოგადად არ განმარტა უფრო მეტად. არ განმარტა უფრო მეტად, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლის ბოლომდე. 2 დღეში უკვე მეორე ვერსია და როგორც გაირკვა მთავარიც. დეტალები, რაზეც ოცნების პრემიერმა ლაპარაკი არ ისურვა პარტიის სხვა ლიდერებმა გაამხილეს. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში დახმარებაზე უარს არ პატიობს. პარტია ახლა სამაგიეროს უხდის და მისი მესამე ვადით არჩევას ბლოკავს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წესები პოლოლიკაშვილს ამის შესაძლებლობას აძლევს. ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს. წარმოადგენს თავის პატრონებს. ახლა რომ გული წყდება, რომ პრემიერს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული წყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს. როდესაც საქართველოს ჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს, მაშინ უნდა მიხვდეს. და წითელი ხაზიაო რომ ურეკავენ საქართველოსთან თავის დროზე თვეების ადრე სხვადასხვა თემებზე და მაინც ბუდიში ძალიან და ფეხებზე იყიდებს, მაშინ უნდა იფიქროს რომ სახვეწნევად გაუხდება საქმე. არადა პარტია ჯერ კიდევ გუშინ ამტკიცებდა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევის მიზეზი მესამე ვადა იყო, რომ ამის გამო სხვა ქვეყნები უკმაყოფილოები იყვნენ და ქართველი ელჩებისგან ახსნა განმარტებებს ითხოვდნენ. ამ ქვეყნების ვინაობას ქართული ოცნების წევრები საიდუმლოდ ტოვებენ, თუმცა ამ ვერსიას სანდოობაც და აქტუალობაც თავადვე დაუკარგეს. რომელი ელჩები დაიბარეს? კაგეც მე უკვე პასუხი. ნუ თქვენ არ მოგწონთ ეს პასუხი და პასუხი ასეთი. ელჩები დაიბარეს მითხარით? კი. ელჩები დაიბარეს. მე არ ვალდებული დაგი კონკრეტულად. მოიძიეთ, ამ ვიცახად მედია საშუალებად და გაგცემოთ პასუხი. მოგიძიეთ და გეკითხებით ბატონ და მიპასუხოთ. კაგეც თქვენ პასუხი. ქართული ოცნება საკუთარი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო კმაყოფილია მას შემდეგ, რაც ზურაბ პოლოლიკაშვილისგან მწვავე საჯარო პასუხი მოისმინა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიმღებები დიფ ვირთხებად მოიხსენია. ის ბრაზს იმის გამო, რომ ხელისუფლება მისგან ფარულად იმოქმედა და ფაქტის წინაშე დააყენა არ მალავს. ქართული ოცნების ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ტურიზმის განვითარების პროცესი უკან დახიოს, მოულოდნელი აღმოჩნდა ამ სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. ადამიანი, რომელიც საქართველოს ტურიზმისთვის ძალიან დიდ ასე ვთქვათ, პერსპექტივებს სახავდა და ძალიან გვეხმარებოდი, მოთქვა ძალიან ვერ შეედგა ყველანაირად, რაც შეეძლო შეძლების დაგვარად ყველაფერს უკეთებდა საქართველოს. კერძო სექტორი ძალიან დაღლილია ამ უაზრო შეძლებას. პირდაპირ რას გვერდჩით, რატო გვიეწყავთ ესე ვთქვათ, უტრირებულად ჩვენ სექტორს. ოლიგარქის პარტიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ქართველი კანდიდატის დაბლოკვის შემდეგ მხარს არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს. პარტიულ ინტერესში გაცვლილი ქვეყნის ინტერესი მორიგჯერზე. ასეთია ქართული ოცნების ოპონენტების აზრი. Ebise versiyasını karşısında savunur bana. Artık çok hoş şeyler daima da kamuçta olan şımtıhoş. İyi salsa kaçkadı yarı rahatsa barter saketeben. Kaç sonra pis hareketini de segebiye de rariye sürdü makas gavdi. საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ თავს ხჭრეს კიდევ ერთხელ. აი როგორ შეიძლება რომ ქართლის აი ამ საპასუხისმგებლო და პრესტიჟულ თავმდებობაზე დანიშვნას ისევ საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას შეეშალა ხელი. ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე 4 წლიანი ვადა წლის ბოლოს ამოეწურება. ორგანიზაციას, რომელსაც 160-მდე წევრი ჰყავს, ის ბოლო 8 წელი მართავდა. ხელმძღვანელობდა რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერებას უკრაინაში შეჭრის გამო. კეთნად ბაიძე შემოგვერთდება ამ სიუჟეტის ავტორი და გვეტყვის იმ დამატებით ინფორმაციას, რაც მას აქვს ხელთ სწორედ მესამე ვადის შესახებ, რამდენად შეიძლებოდა ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევა და ეს, რასაც ახლა რეალურ მიზეზად ასახელებს,
დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს თუ არა რეალური, რომ თითქოს და ეს არადემოკრატიული იქნებოდა თუ კი ის მესამე ვადით გავიდოდა, თითქოს ამაზე მიანიშნეს პარტიორმა ქვეყნები. ქართულმა ოცნებამ მისი პირველი ვერსია შეიძლება ითქვას, რომ დღეს თავადვე გააქარწყლა, რომ ზურაბ პოლოლიგაშვილის კანდიდატურა გამოიწვიეს სხვა ქვეყნების უკმაყოფილების გამო, რომ იბარებდნენ ქართველ ელჩებს და ახსნა განმარტებას ითხოვდნენ მესამე ვადით წარდგენასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ვერსიას, გარდა იმისა, რომ როგორც გითხარით, პარტიის წევრებმა დღეს თავად დაუკარგეს აქტუალობა, ეწინააღმდეგება ერთი ფაქტიც, რომ უზბეკეთში გაიმართა საერთო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეა, სადაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს წევრი ქვეყნების უმრავლესობის წარმომადგენლებმა COVID პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო ქართველ გენერალურ მდივანს მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ მეორე ორი ვადის ამოწურვის შემდეგ კენჭი ეყარა მესამე ვადითაც და ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით აი ამ ასამბლეაზე იქნა მიღებული, თუმცა როგორც ნახეთ ამ პროცესს ხელი ქართული ოცნების მთავრობამ შეუშალა.